მინდა პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალოს ვთხოვო მიმართოს თავისუფალ საზოგადოებას. მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო მინისტრებო, პარლამენტის წევრებო, ელჩებო. მოხარული ვარ, რომ წელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მართავს ელჩების კონფერენციას საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიღწევების, გამოწვევებისა და პრიორიტეტების განსახილვად. აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო აქტუალურია ახალი გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით. 2022 წელი საერთაშორისო მასშტაბით ძალიან რთული წელი იყო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ძირი გამოუთხარა უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. შედეგად მივიღეთ არასტაბილურობის, ყევების და კრიზისების პერიოდი, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. სწორედ ასეთ რთულ დროს მოუწია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიღწევაზე ზრუნვა, კერძოდ ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ევროპასთან, ამერიკასა და სხვა სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაფართოება, სამეზობლო რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. 2022 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში. ჩვენი წინაპრების და თაობების მიერ სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას მომავლის ბეჭედი მტკიცედ დაასვა ევროკავშირის მიერ აღიარებულმა ევროპულმა პერსპექტივამ. განხორციელებული რეფორმებით და წინ გადადგმული ნაბიჯებით ჩვენი სახელმწიფო ამ მომენტამდე გეგმაზომიერად მიდიოდა. თუმცა რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ამ პროცესში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ასე მალე შევიდოდით. ამის მიუხედავად სახელმწიფოს სრულად მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას ევროკავშირის წევრობის აპლიკაციის გადმოცემის შემდეგ მთელი ქვეყანა ჩაერთო ამ საქმეში. სახელმწიფო უწყებებმა და საჯარო მოხელეებმა უმაღლეს დონეზე იმუშავეს და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დამოუკიდებლად შევძელით უმოკლეს ვადებში გაწევრიანების აპლიკაციის შევსება. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და ასევე ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც ჩართული იყო კითხვის შევსებაში, მართლაც უმოკლეს დროში უდიდესი შრომა გავწიეთ, მათ შორის წლის ბოლო მართალია უკვე ძალიან ახლოს არის, მაგრამ ველოდებით შეფასებას კითხვის მეორე ნაწილზე და გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება პოზიტიური შეფასება. მსგავსი პასუხისმგებლობით ვასრულებთ ევროკავშირის რეკომენდაციებსაც საქართველოს პარლამენტის კოორდინაციის და სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უზარმაზარი ძალისხმევა გავწიეთ, გავაანალიზეთ საქართველოს და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ჩარჩოები და პრაქტიკა, დავაინიცირეთ, განვიხილეთ და მივიღეთ შესაბამისი ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული კანონების 30% ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება. რიცხობრივად 82 კანონი ცვლილება მივიღეთ იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულებულიყო. დარჩენილია რამდენიმე საკითხი, მათ შორის ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში მოსაზრებისთვის გაგზავნილი კანონპროექტები, რასაც საგაზაფხულო სესიაზე დავასრულებთ. იმედი გვაქვს, ევროკავშირი ამ ძალისხმევას სათანადოდ დააფასებს. თქვენ ახლა ისტორიული მისია გაკესრიათ, რათა ევროპული დედაქალაქები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული საქართველოს პროგრესზე. ამავდროულად ყველა ხედავს, რამდენად მზარდია საქართველოს ვაჭრობის ეგრეთ წოდებული შუა კორიდორში მდებარეობის მქონე სახელმწიფოს სატრანსპორტო და სატრანზიტო როლი. რამდენად დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში, რა მასშტაბის და ისტორიული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ვიწყებთ, რაც მტკიცედ გადაჯაჭვავს ევროკავშირსა და საქართველოს. ამ საქმესაც სწორი მართვა და კომუნიკაცია სჭირდება. ამ საპასუხისმგებლო საქმეში საქართველოს პარლამენტიც არის ჩართული, აქტიურად ვიყენებთ საპარლამენტო დიპლომატიას. მე პირადად მაქვს ხშირი კომუნიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. არაერთი ვიზიტი შედგა ევროპულ დედაქალაქებში. მსგავსად აქტიურობენ ჩემი კოლეგები მეგობრობის ჯგუფის, სექტორული კომიტეტების, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების და სხვა ფორმატების ფარგლებში. მინდა აქაც ვისარგებლო შემთხვევით და ყველა საელჩოს, რომელიც ჩართული იყო, როგორც ჩემი, ისე ჩემი კოლეგების ვიზიტების ორგანიზებაში, გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა. პირადად იმ ვიზიტებში, რომელშიც მე ვიღებდი მონაწილეობას და ხელმძღვანელობდი, იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული და
მიხარია რომ ჩვენი საელჩოები ერთის მხრივ ასე გამართულად ფუნქციონირებენ და მეორეს მხრივ აქვთ ასეთი მაღალი რეპუტაცია ჩვენ პარტნიორებში შესაბამის ქვეყნებში, რასაც მეც პირადად არაერთხელ დავწმუნდი. ქალბატონებო და ბატონებო, რუსეთის მორიგი მასშტაბური აგრესიის მსხვერპლი ამჯერად უკრაინა გახდა. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო 2022 წლის აპრილში უკრაინაში ჩასვლა და კიევში, ბუჩასა და ირპინში ჩაძენილი რუსული სისასტიკის ხილვა. ემოციური იყო იმიტომაც, რომ მსგავსი სისასტიკე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს და 90-იან წლებში. საქართველოს არსებითი პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკის მიუხედავად საქართველოს მომავალში იდგება თავისუფლების ნათელ მხარეს და ომს და ნგრევას გამოქცეულ უკრაინელებს კვლავაც ხელს გაუწვდის ამ რთულ დროს. უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომთან ერთად არც უშუალოდ ჩვენს რეგიონში იყო მშვიდობა. გსურს აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობრივი საპარლამენტო ძალისხმევით ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მშვიდობასა და სტაბილურობაში, რაც ჩვენი რეგიონის განვითარების საწინდარია. ძვირფასო ელჩებო, სურს მადლობა გადაგიხადოთ გაწეული საქმიანობისთვის სოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ღირსეულად წარდგენისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის. ამავე დროს არსებული უპრეცედენტო გამოწვევების და ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით ჩვენს ქვეყანას წინ ბევრად შრომატევადი საქმიანობა ელის ამ საქმეში პარლამენტი იგულეთ ყოველთვის თქვენს პარტნიორად. დიდი მადლობა. ბატონ შალვა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადაგიხადოთ თქვენ პირადად დიდი მადლობა თქვენს მიერ წარმოებული საპარლამენტო დიპლომატიის შედეგზე ორიენტირებული და თითოეულ წევრს პარლამენტიდან, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენთან ერთად ერთობლივად კოორდინაციით მემსახურებით ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მოუტანს ჩვენს ქვეყანას კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს.